სრულიად საქართველოს მიულოცავ ქრისტეშობის წყინვალე დღესასწაულს. ერთმა სიკეთის და მშვიდობის წელი მოგმადლოს და გაახაროს ყველა ჩვენი ქვეყნის მკვიდრი. ხედავთ ალბათ სამზადის ალილოსთან დაკავშირებით შარშან ჩაუყარეთ საფუძველი ამ ლამაზ ძველ ქართულ ტრადიციას და წელსაც ღვთისმხალობით კვლავ შემოუვლით მთელს ქალაქს. მიულოცავთ ყველას ქრისტეშობის წყინვალე დღესასწაულს და ამ მილოცვასთან, ამ მხარებასთან ერთად შევეცდებით, რომ მცირეოდენი მოწყალება შევაგროვოთ ჩვენი ქალაქის შეჭირებულ მკვიდრთათვის, რომ მათ გაულამაზოთ ეს წყინვალე დღესასწაული ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ერთმა დააგლოცოთ და გაგახაროთ. ალილოს სრულობას შარშან ჩაეყარა ამ ეპარქიაში საფუძველი წელს არის გაგრძელება და ვისურვებდი, რომ გაგრძელებული იყოს უკუნითი უკუნისამდე. გარდა იმისა, რომ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავთ ყველას, ყველაზე კაი არის ის, რომ გაკრებილი პროდუქტი თუ რაც იქნება, დაურიგდება იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებულად ჩვენგან ზრუნველობას მოითხოვს და კარგი არის ეს არ უნდა იყოს ერთჯერადად მარტო შობის დღეზე არ უნდა ხდებოდეს. სამწუხაროდ გაჭირებულიც ბევრი ყავს ჩვენს და არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ქველმოქმედება უნდა გააკეთოს და კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ. განახდა ალილოს უძველესი ქართული ტრადიცია, დიდი ხნის წინ ცოტა მივიწყებული იყო და ეხლა უკვე მეორე წელია, რომ აქტიურ ფაზაშია შესული, ასე ვთქვათ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ერთვება ამ აქციაში. ულოცავ ყველა ზესტაფონერს, ყველა მოქალაქეს, ყველა ოჯახს, შობას, ახალ წელს მრავალდაასროს, ყველა წარმატებებს, გახარებას, სიყვარულს და რა ვიცი, კეთილდღეობას უსურვებ ყველას. დღეს არის შობა, დღეს ჩვენ მეორედ ვიღებთ ალილოში მონაწილეობას, გილოცავთ ყველა შობას. გილოცავთ ყველა შობას.